მშვიდობისა, გილოცავთ დღევანდელ დღეს სრულიად საქართველოს ულოცავს სვეტიცხოვლობას და ამ თემასთან დაკავშირებით ამითი დავიწყებთ საუბარს. ყოველწლიურად 14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობა მცხეთობა იმართება. ამ დღეს მცხეთაში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი. თუ რა დაგხვდებათ იქ ჩასულ სტუმრებს, ამას ქეთი ილურიძესგან გავიგებთ, რომელიც მცხეთიდან გვერდება. ქეთი, მოგესალმებით. Dim 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 dum dim 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 dum 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 dim dum dim მოგესალმებით მცხეთიდან და პირველ რიგში ყველას გილოცავთ მცხეთობას სვეტიცხოვლობას დღესასწაულს, რომელსაც ზეიმობს ყველა თაობა მართლაც ლოცვით, სიმღერით და გულწრფელი სიხარულით. ეს დღე სვეტიცხოვლობა განსაკუთრებულია არა მხოლოდ მორწმუნეებისთვის, არამედ სრულიად საქართველოსთვის, მისი კულტურული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამიტომ მეორე სახელით მცხეთობით არის სწორედ ცნობილი და უკვე საუკუნეებია, რაც სვეტიცხოვლობა ქართველი ერის სულიერი ერთიანობის სიმბოლოა. დღესასწაული მჭიდროდ უკავშირდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს, მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარ ტაძარს, რომელიც ისტორიულ ქალაქში მდებარეობს და ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. როგორც ხედავთ, ბავშვთა გუნდმა შეასრულა ერთ-ერთი სიმღერა და ისინი ელოდებიან მცხეთაში ჩამოსულ სტუმრებს, რომ მთავარი სცენიდან უკვე უმღერონ და მათ უნდათ პირველ რიგში რომ ყველას მიულოცონ მცხეთობა. ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო, რომ იმედის დღის მაყურებლისთვის შეასრულეთ სიმღერა. მე ვიცი რომ გინდათ მიულოცოთ. გილოცავთ პირველ რიგში მცხეთობა. მადლობა ყველას დიდი. მადლობა ყველას დიდი და იხარია რომ უნდა იმღერო. ძალიან მიხარია და ყველას გილოცავ მცხეთობას. შენ მოგვილოცავ. გილოცავთ ყველას მცხეთობას და ძალიან მიხარია რომ სცენაზე უნდა გამოვიდე. მადლობა ძალიან დიდი. მთელი დღის განმავლობაში აქ ძალიან ბევრი სანახაობა გელოდებათ. აქ არის წარმოდგენილი მრავალფეროვანი პროგრამა და ყველაზე საინტერესო ერთ-ერთი კუთხე დაგხვდებათ თათარა და ჩურჩხელის ამოვლება, რომელიცაც კახელი ქალბატონი გურჯაანიდან სპეციალურად ჩამოვიდა ამ დღისთვის. ქალბატონი ლეილა, მოგესალმებით და გილოცავთ მცხეთობას. მოგესალმებით. რა ხდება მცხეთაში, რას ასწავლით? აული არის, ზეიმი არის, ყველა ზეიმობს სვეტიცხოვლობას, გილოცავთ სვეტიცხოვლობას ყველას და ეს არის მრავალს. გაიხარეთ, იმრავლეთ შილო ყველა სულ გახარებულები იყავით თქვენი ოჯახებით და სულ ასეთი მხიარული ზეიმები და თათარა მოადუღეთ, როგორც თათარა მოვადუღეთ დღესასწაულზე და ვაკეთებთ ჩვენ თათარას, კახურ თათარას. და შემდეგ უკვე ჩურჩხელასაც რა თქმა უნდა. ეხლა გამოვავლებ და გაჩვენებთ ამ ყველაფერს. დიდი მადლობა. მოკლედ აი ესეთი განწყობაა. წარმოდგენილი იქნება აქ ტრადიციული სამზარეულო სადეგუსტაციო კუთხეები, ასევე ეროვნული კულინარიული მასტერკლასები ჩატარდება და ახლა რომ ერთად ვნახოთ უფრო დაწვრილებით თუ რა იგეგმება დღეს, შორენა არჯევანიძე, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და განათლების მულტიფუნქციური ცენტრის ხელმძღვანელი მოგვიყვება ამ ყველაფერს. მოგესალმებით ქალბატონო შორენა. თან გვაქვს საშუალება რომ დავათვალიერებინოთ ხომ ეს დღე ჩვენს მაყურებელს და მოვუყვეთ თუ რა დახვდებათ. გარდა იმისა რომ სხვადასხვა ანსამბლები შეასრულებენ სიმღერებს, იქნება ქორეოგრაფიული ნომრები, კიდევ რა გველოდება მცხეთას? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ერთგულ მაყურებელს, სრულიად საქართველოს ნება მომეცით ამ ლამაზი გარემოდან, ჩვენი ისტორიული დიდებული მცხეთიდან მივესალმო ყველას, მოგილოცოთ მცხეთობა სვეტიცხოვლობა 2025 წელი, გისურვოთ მშვიდობა და ჩვენი სამშობლოს გაერთიანება. ჩვენს ამ ოპცია ლამაზ ქალაქში, რომელიც მინდა აღვნიშნო, რომ თანამედროვე მიმართულებით ყოველწლიურად იზრდება და მშვენდება. ძალიან სასიამოვნო გარემოა, როგორც ხედავთ. გათვლილი ყველა გემოვნებაზე, ყველა თაობაზე და სწორედ ის ლამაზი ფრაზა მცხეთის მუნიციპალიტეტის საორგანიზაციო ჯგუფმა აი ასე მოიფიქრა. მცხეთა ჩვენი ქალაქია, რადგან აქ ჩამოსულმა სტუმარმა მართლაც იგრძნოს, რომ მცხეთა მისი ქალაქია. დილის 10 საათიდან საღამოს 11 საათამდე უწყვეტად მიმდინარეობს საგამოფენო, საკონცერტო, სასპორტო, ისტორიულ შემეცნებითი
საბავშვო გასართობი ღონისძიებები. ლაიტმოტივად ამ ჩვენს ლამაზ ღონისძიებებს გასდევს დიდებული მცხეთის ისტორია, რომელიც საგამოფენო სივრცეებშიც არის წარმოდგენილი და გარდა ამისა პირდაპირ გადაინაცვლეს საბავშვო სივრცეებში შემეცნებით გასართობი ფორმატით. რაც საინტერესებს ხოლმე ამ დღეს თუ რამდენად ადვილად არის შესაძლებელი აქ მოხვედრა და ის მცირე ინფორმაციაც მივაწოდოთ მაყურებელს, რომ მცხეთაში დასავლეთიდან შემოსულ ტრანსპორტს ბებრის ციხიდან თეატრონის მიმართულებით შეიძლება საპარკინგე სივრცისკენ გადაადგილება და თბილისიდან მცხეთაში შემომავალი საზოგადოებრივ ტრანსპორტს უკვე დასავლეთიდან ნარეკვავის გავლით უკვე ბაზრის უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვდებიან, ხო? კი ბატონო, აქვე დავამატებ, რომ რა თქმა უნდა მუნიციპალური ტრანსპორტი გახლავთ უფასო, ყველა მსურველს შეუძლია მობრძადეს, ყველა გემოვნებაზე, ყველა თაობაზე აწყობილი ღონისძიებათა ციკლია. გალა კონცერტს რაც შეეხება და ის უკვე საღამოს დაიწყება. კი და მე მინდა აღვნიშნო ის, რომ მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის ყველა რეგიონი, როგორც ყოველთვის, ყველა რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტია ჩართული თავის სახასიათო შემოქმედებითი პატარ-პატარა ღონისძიებით და წარმოდგენებით და ჩვენ ერთობას კიდევ ერთხელ აფიქსირებს განსაკუთრებულ ერთობას. ასევე გახლავთ მოწვეული უამრავი სტუმარი, ვიზიტორი და გალა კონცერტს რაც შეეხება 5:30-ზე იწყება ახალგაზრდული აქაური ადგილობრივი ბენდის კონცერტი, რომელიც ჩვენ პუბლიკას ძალიან უყვარს და ელოდებიან ხოლმე. 6:30-ზე ადგილობრივი ხელმძღვანელობის გამოსვლა მილოცვა. 6-ზე გახლავთ უკვე ლინდა და 1/4 ყველასთვის საყვარელი ჯგუფი. შემდეგ უკვე თავშივე აღნიშნე სხვადასხვა ასაკის და გემოვნების ადამიანებზეა გათვლილი. შემდეგ ქუჩის ბიჭები, შემდეგ უკვე ნახავენ აქ ჩამოსული სტუმრები, მოკლედ აი ასეთი მრავალფეროვანი პროგრამა დახვდებათ მცხეთაში ჩამოსულ ყველა სტუმარს. აქვე უნდა გაგაცნოთ არაჩვეულებრივი ბავშვები, რომლებიც შეასრულებენ კიდევ ერთ არაჩვეულებრივ ნომერს და მე გეტყვით, რომ 1991 წელს დამოუკიდებლობის დაბრუნებასთან ერთად საქართველოში მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ყოველი წლის 14 ოქტომბერი მას შემდეგ დასვენების დღედ არის გამოცხადებული და მცხეთის ქუჩებში სახალხო სეირნობები და სხვადასხვა ღონისძიებები ღამემდე იმართება ხოლმე და როგორც ხედავთ ასეა დღესაც დილიდან ისმის ზარების ხმა საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში წირვა უკვე ჩატარდა და ახლა უკვე ქალაქის ქუჩებში თქვენ დაგხვდებათ აი ასეთი სიმღერა, ცეკვა და ნამდვილი ზეიმი, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველას აქვს საშუალება, რომ დღეს დასვენების დღეს ჩამოვიდეს მცხეთაში და იმ არაჩვეულებრივ ადამიანებს მოусმინოს და მცხეთობის დღესასწაული ბოლომდე შეიგრძნოს. მადლობა ყურადღებისთვის და გიტოვებ კიდევ ერთ ნომერს. ეს ლამაზი გოგო. დიდი მადლობა ქეთი ურიძეს. რა თქმა უნდა, რომ არაჩვეულებრივი განწყობა არის მცხეთაში, სვეტიცხოვლობა უნდა მიულოცოთ ჩვენს მაყურებელს, გილოცავთ თქვენს, ბრავოს დაესწარით და ამინდის ხელს უწყობს შესანიშნავ განწყობას, რომელიც ნამდვილად ასე კი არაჩვეულებრივი ამინდი აქვს, ნამდვილად მცხეთელებს და მცხეთაში მე მგონი უნდა წავიდეთ ეთერის მერე მაინც. კი, მოვასწრებ. ახლოს ვართ, კი.